რამდენ ხანში აღდგება menstruალური ციკლი მშობიარობის შემდეგ და აქვს თუ არა შანსი დაურსულების ქალს, როცა ის არის ლაქტაციის პერიოდში. მშობიარობის შემდეგ ქალს ეწყება სისხლიანი გამონადენი საშვიდან და ის გრძელდება დაახლოებით 40 დღე. ეს არ არის menstruაცია, ეს არის მშობიარობის შემდგომი გამონადენი, რაც ნორმალურია და ფიზიოლოგიურია. და ამის შემდეგ დაახლოებით 1-2 თვეში აღდგება menstruალური ციკლი. მაგრამ თუ ქალი არის ლაქტაციაზე, სრულ ლაქტაციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბავშვს აჭმევს მხოლოდ ძუძუს და სხვა არაფერს, ანუ არ აძლევს დამატებას ფაფების თუ რაღაც სხვა ხელოვნური საკვების სახით, მაშინ უმეტეს შემთხვევაში menstruალური ციკლის აღდგენა არ ხდება და ეს ნორმალურია, მანამ სანამ ის არის სრულ ლაქტაციაზე. მაგრამ როდესაც დაიწყებს უკვე დამატებას ბავშვისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება აღდგეს menstruალური ციკლი, თუმცა აქაც არ არის აუცილებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ ქალი არის ლაქტაციაზე, განსაკუთრებით სრულ ლაქტაციაზე, თუნდაც დღეში ერთხელ აწოვებს ძუძუს, ხშირ შემთხვევაში არ ხდება menstruალური ციკლის აღდგენა. რაც შეეხება ორსულობას. ბუნებრივია, თუ menstruალური ციკლი არ არის, მაშინ დაურსულების შანსიც არ უნდა იყოს, მაგრამ დაურსულების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა მაინც არის დაურსულების შანსი, შესაძლებელია ორსულობა.